დღეს დინამო არენაზე ერთმანეთის წინააღმდეგ კალაძის მეგობრების გუნდი და მილანი ითამაშებენ. კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მანამდე კი სტადიონზე ქართველი შემსრულებლის ბერას კონცერტი გაიმართება. მილანის რიგებში მალდინი, ინძაგი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები ითამაშებენ. ბილეთებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. დავით ბანანაშვილი იმყოფება ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონთან. დავით, დღეს ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ამ მატჩზე დასწრება. არის თუ არა დარჩენილი გასაყიდი ბილეთები? მოგესალმები ნინო, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ოფიციალურად სალაროებში ბილეთების გაყიდვა უკვე დასრულებულია, თუმცა მე შევამჩნიე აქ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული გადამყიდველები, რომლებიც ყიდიან ბილეთებს, ოღონდ ცოტა ძვირფასად და თუ ვინმეს კიდევ აქვს, ასე ვთქვათ, სურვილი სტადიონზე მოსვლის, შეუძლიათ გადამყიდველებიდან შეიძინონ ბილეთები. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ მატჩს, ახლა მე სტადიონზე ვიმყოფები, რა თქმა უნდა და ბერას მხარდამჭერები და გულშემატკივრები იმყოფებიან, აქ ძალიან ბევრი ადამიანია მოსული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია და ახლობებით რამდენიმე წუთში უკვე თავად მომღერალის მოვა სტადიონზე და გენერალურ რეპეტიციას გაივლიან. შენ როგორც აღნიშნე, ცხლის ნახევარზე თავად ბერა მომღერალი შეასრულებს 5 სიმღერას, უშუალოდ მატჩი დაიწყება საღამოს 9 საათზე. შესვენებაზე ანსამბლი ერისიონი იცეკვებს, ხოლო მატჩის ბოლოს ფეიერვერკი გაიმართება. რაც შეეხება სტუმრებს, დაახლოებით შუა დღის 3 საათიდან დაიწყება საპატიო სტუმრების ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რა თქმა უნდა ფეხბურთელებთან ერთად ჩამოდის ადრიანო გალიანი, მილანის ვიცე-პრეზიდენტი და არის საუბარი სხვათა შორის გუშინ გავრცელდა იტალიურ საინფორმაციო საშუალებებში, რომ არ არის გამორიცხული იტალიის ექს-პრემიერ-მინისტრი და მილანის მფლობელი სილვიო ბერლუსკონი ჩამოვიდეს. სხვათა შორის აქვე ვეთქვი ჩვენს გულშემატკივართა მაყურებელს, რომ მილანის ერთ-ერთ მთავარი მწვრთნელის კანდიდატად განიხილება კლარენ ზეედორფის თემა და ზეედორფი ხვალ დღეს ითამაშებს აქ სტადიონზე და არ არის გამორიცხული, რომ დღესვე შესთავაზო და გაუფორმოს კონტრაქტი როგორც მილანის მთავარ მწვრთნელს კლარენ ზეედორფს გალიანიმ და ბერლუსკონმა. ესეთი ამბები ამჟამად აქ დინამო არენაზე ჯერჯერობით სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გადაკეტილა მოძრაობა, თუმცა დაახლოებით 2 საათში უკვე დაიწყება ნელ-ნელა შეზღუდვა მოძრაობის. დიდი მადლობა დავით, ეს იყო დავით ბანანაშვილი, ასე რომ საინტერესო მატჩი ელის დღეს ფეხბურთის გულშემატკივარს.